ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო შენ გეოლდება. მოდი, აიხდინე ოცნება და გახდი ჟურნალისტი. საინტერესო ლექციები, სტუმრები, გასვლითი და ადგილობრივი შეკრება. აუწყე ფეხი ცხოვრების რიტმს და იმოგზაურე ჩვენთან ერთად. დაგვიკავშირდით ნომერზე 574500094. გვიყურეთ და დაგვიმახსოვრეთ www.incognito.tv.gr. ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მარიანა კაპიჭიძე. როგორც იცით, ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო ბაქოდან აგრძელებს თქვენთვის მუშაობას. დაუღალავი მანჩო და დებიუტანტი ინკოგნიტოელი ელისაბედ კორინთელი გალა კონცერტის სამზადის შეუდგნენ. რადგან დასკვნით ნაწილში ძალიან გვაბედნიერებდა ის მომენტი, რომ გახსნის ცერემონიალს მხოლოდ ქართველები დაიწყებდნენ. ეს ქალბატონი ციცის ძალიან დიდი დამსახურება. თავადაც აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერი იყო იმით, რომ გალა კონცერტი სწორედ მისმა ქართველებმა გახსნეს. მინდა აღნიშნო აბსოლუტურად ყველაფერი მინდა სასწავლო ბავშვები. ძალიან ძლიერი კონკურსი. მაგრამ მინდა აღნიშნო, რომ ამაყი ვიყავი, რომ გრან-პრი გახსნეს. ძალიან ბედნიერი. ახლა ამაზე საუბარი იცით მე, ერთი გადაცემა დამჭირდება ალბათ და მე გიჩვენებ რომ ალბათ მართლა გააკეთოთ ეს გადაცემა. ინტერვიუ პატარა ბიჭის მოვიდა, მაგრამ პროსი არის. საოცარი ანდრია კაკაბაძე, ანდრია კაპანაძე. ну, რა თქმა უნდა ეს მაგრამ მინდა ჯერ წინა მოდელზე ვისაუბრო ბაჩი მიქელაძე გახლავთ პირველი კლასის მოსწავლე. ну, ბაჩი მე ვიცი მეორე კლასიდან. მის პედაგოგი გახლავთ ნატალია ბრაგველიძე. ეჩი ბაჩი პირველ მაშინ მეორე კლასში. პატარა იყო. მაგრამ ну ამას სულ გამოჩნდა ბაჩი ორიგინალური მინდა თავისი ბაჩიზე შეიძლება უსასრულო საუბრო. ეს ბავშვი ასე და პედაგოგი რა თქმა უნდა ნატალია ბრაგველიძე. ну ამ ვიცი მას არაჩვეულებრივი შედეგები აქვს. ეს ანდრია განსაკუთრებულად გაგვიჩვენა თავშეწე. კი ბატონო, ეს ანდრია კაპანაძე ძის მოსწავლეა. ანდრია ახლა იწყებს უკვე და მისი ეს ბაჩი მიქელაძე მისი ის არის, ასე ვთქვათ. ბაჩი მიქელაძე არის წინ გადაგული, მისაბაძი გახლავთ, დიახ. მისაბაძი და ну ბაჩი სასწაული მე არ მოვიცნებ სარკაზის ემოცია. ურთულესი პროგრამა წარსგან 9 საათიანი პროგრამი და ну ჟიური გაოცებული იყო ჯერ ხო ვიცით ხარკავდა ნატალიას მის შემოქმედებას ვიცნობთ და მის ასაკობრივ საერთაშორისო კონკურსს შეუერთდა ბაქოში. კლასიკური მუსიკის ფესტივალი.
მოკლედ, უკომენტაროდ მინდა დაგიტოვოთ ყველა ის ემოცია, რომელიც ჩვენ ბაქოში მივიღებთ. I'm sitting here in the boring room. It's just another rainy Sunday afternoon. I'm wasting my time, I got nothing to do. I'm hanging around, I'm waiting for you, but nothing ever happens. And I wonder. Добрый вечер. Я Нармина Гулиева, профессор Бакинской музыкальной академии, заслуженный педагог, доктор философии, проректор по учебной части. Одновременно я являюсь сопредседателем международного конкурса World Harmony. Председателем этого конкурса является наш ректор, уважаемый профессор, народный артист СССР и Азербайджана Фархад Бадалбели. Хочу сказать об уникальности этого конкурса, так как World Harmony на этот раз проводится в Баку, в Бакинской музыкальной академии, параллельно в нескольких залах. В большом зале, в малом зале и одновременно в школе искусств номер 8 имени Каракараева. То есть в течение 3 дней, с 21 по 24, этот конкурс проводится в таком объеме по 8 номинациям. Уникальность конкурса в том, что здесь включены, помимо основных номинаций, фортепиано, струнные, ударные и духовые инструменты, номинации хородирижирования, камерного ансамбля, общего фортепиано и концертмейстерского мастерства. И, конечно, последний день сегодня выступали наши хоры. 6 хоров были представлены лучшими организациями, школами, музыкальными учреждениями города Баку. По 4 возрастным категориям проходил конкурс, то есть конкурс охватывал и школы, учеников, и средние высшие учебные заведения. Поэтому количество участников превышало 200. Очень большое количество было участников. Жюри работало интенсивно, можно сказать, с утра до вечера. Представлены были здесь 7 стран. Азербайджан, Грузия, Турция, Литва, Италия, Россия. И хочу сказать, что выступающие по всем номинациям приехали в Баку, собрались здесь на праздник музыки. И очень отрадно, потому что в наше неспокойное время именно музыка объединяет всех нас. Все говорили на родном языке, на языке музыки, который понимают все абсолютно люди в мире. Поэтому я очень рада, что вот после такого большого мероприятия, как КОП, проведенный в Баку недавно буквально, и весь мир был здесь объединен, мы, Бакинская музыкальная академия, еще раз собрали представителей многих европейских и восточных стран у нас здесь на нашем международном конкурсе. Я благодарю всех участников, всех стран, представителей всех стран, которые здесь принимали активное участие и показали высокий уровень профессионализма, высокий уровень исполнительского мастерства. Надеюсь, что это не последний наш конкурс, и в дальнейшем нас ждут еще более высокие достижения, еще более хорошие, талантливые дети. Конкурс ведь это еще самое главное – выявление талантов. Поэтому мы здесь видели великолепных детей, великолепных юных музыкантов, которых ждет блестящее будущее. Надеюсь на то, что наш конкурс откроет им путь в будущее. Я всем желаю только хорошего, доброго и, конечно, добрый путь. Любите музыку, и она ответит вам тем же. Спасибо за внимание. I'm sitting here in the boring room. It's just another rainy Sunday afternoon. I'm wasting my time, I got nothing to do. I'm hanging around, I'm waiting for you, but nothing ever happens. And I wonder, I'm driving around in my car,
I'm driving too fast, I'm driving too far. I'd like to change my point of view. I feel so lonely, I'm waiting for you, but nothing ever happens. And I wonder. Наша любимая, уважаемая Зацуном Ичикашвили. მიუხედავად იმისა, რომ ელისაბედი პირველად იყო მსგავს კონკურსზე, წამით არ დაბნეულა. ყველანაირ მობილიზებას აკეთებდა და მაქსიმალურად ცდილობდა საუკეთესო ინტერვიუები და შემსრულებლები მხოლოდ მისი ყოფილიყო. მერწმუნედ ეს მოახერხა. თავდაჯერებულად ამაყად ეჭირა მიკროფონი ხელში და როდესაც სცენიდან გამოაცხადეს, რომ კონკურსს ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო უწევდა საინფორმაციო მხარდაჭერას და მისი პატარა ჟურნალისტი ელისაბედ კორინთელი ცდილობდა ყველაფრის გაშუქებას, ემოციებს ვერ მალავდა. უხაროდა, რადგან ეს მისი პირველი ნაბიჯები იყო ჟურნალისტიკაში. წარმატებები ელისაბედს და მჯერა. მისი მომავალი კიდევ უფრო შორს და დიდი ნაბიჯებით შეიძლება გავზომოთ. არ შემიძლია 2 სიტყვა არ ვთქვა მშობელზე. ალბათ მშობელსაც ვერ უწოდებდი, უფრო მეგობარზე. თამარ ტარყაშვილი, ელისაბედის დედიკო. როდესაც ჩემმა კოლეგებმა თამარი ჩემთან ერთად ნახეს და ხელი-ხელ ჩაკიდებული ორივე დედაშვილი დადიოდნენ, მითხრეს, სტუდენტი და მოსწავლე ყავდა წაყვანილიო? მე გავიღიმე და უთხარი, დიახ, ასე იყო მეთქი. Огромное спасибо педагогам, родителям, детям. И поздравляю всех победителей и желаю всего самого-самого-самого хорошего. Я хочу сказать, товарищ, что вот вместе с нами присутствует здесь, приехали вместе с нами из Грузии телевидение инкогнито, которое является информационной поддержкой. Да, это телевидение. Вот госпожа Манана Гавриджидзе, она руководитель и Сесилия Ковинтели является вот маленькая девочка, оператором является у нас. Спасибо вам за это.